მინდა მოგმართოთ ამ შემთხვევაში როგორც არა თქვენი ოჯახის წევრმა, როგორც ვთქვათ ფაბრიკის ამ გუგუნებელმა ლალი მაროშკინამ, არამედ გესაუბროთ როგორც კონფლიქტოლოგი და რაღაცა ნიუანსებში შეგიყვანოთ აი ზუსტად კონფლიქტოლოგიის. ომები ყოველთვის იწყებოდა ზაფხულში. ეს არის ესეთი PR სვლა, გაცილებით უფრო მარტივია ხოლმე ომის დაწყება ზაფხულის პერიოდში, იმიტომ რომ ადამიანების ნაწილი გასული არის, პრესა უფრო მოდუნებულია, საინფორმაციოები მიძინებულ მდგომარეობაში არის. ჩვენ გვახსოვს 2008 წლის 8 აგვისტო ძალიან მძიმედ, როდესაც დავკარგეთ 160 სოფელი და დღეს საქართველოს ძალიან დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და მე პირადად არასდროს არ გავურბივარ ამ სიტყვას და სხვანაირად ვერ ვარქმევ, მაგრამ მინდა გითხრათ ერთი რამე. ჩვენ დღემდე არ ვიცით ზუსტად რა მოხდა და ზუსტად არ ვიცით რა გვაქვს დაკარგული. თვალნათელი მაგალითი რომ ავიღოთ, ეს არის ის ტერიტორია, ვთქვათ, რომელიც დღეს საქართველოსი არ არის და იქ რას დადგამენ სავარძელს, მაგიდას, თუ რა იქნება, თუ რომელიღაცა იმ მხრიდან მოსული ჯარისკაცი ითქმება, გადმოვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს. აი ეს ხალიჩის იქით არის სხვისი ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე ჩვენ გვმართებს ბრძოლა, ოღონდ ბრძოლა მშვიდობიანი გზით, იმიტომ რომ საქართველო ომს რუსეთს ვერ მოუგებს და თუ ვიღაცა ამაში ვერ დარწმუნდა, ჯერ კიდევ ჩავახოცოთ მაშინ ერთი გენოფონდი, რასაც სამწუხაროდ პროვოკაციებით ცდილობს ეხა მავანი გააკეთოს. მე არ მინდა სახელები და გვარები დღეს ვინ ცდილობს ამ პროვოკაციას, მაგრამ ზუსტად ვიცი, ერთ-ერთ ძალიან დიდ კაბინეტში სააკაშვილთან ერთად გადაწყდა აი ეს ომის ხელმეორე ტალღის აბობოქრება, რაც საქართველოს საბოლოოდ გაანადგურებს და 160 სოფელს კიდევ დაემატება ვაკესაბურთალო და საბოლოო ჯამში სანამ ვაკესაბურთალოც არ იქნება არაკონტროლირებადი ტერიტორია, მანამდე ეს ადამიანი არ მოისვენებს, იმიტომ რომ საქართველოს მისთვის დაკარგულია, მას არ უყვარს ქართველები, მან თავისით დატოვა საქართველოს მოქალაქეობა და ბუნებრივია ძალიან მარტივია მისთვის გაწიროს ის ქვეყანა, რომელიც ძალიან რთულად, მაგრამ მაინც დგება აღმშენებლობის გზაზე. სიტყვა არ მინდა გამიგრძელდეს, იმიტომ რომ ვთვლი რომ ამაზე საუბარი მე შემიძლია დილამდე, მე იცით თქვენ რომ ვიყავი მინისტრის მოადგილე კონფლიქტებში და ჩემთვის ეს თემა არის მნიშვნელოვანი, მე ვიცი რომ ალტერნატივა არ აქვს მოლაპარაკების პროცესს და საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის აკეთებს განცხადებას, რომ მაშინ როდესაც ხვალ არის აბაშინი კარასინის ფორმატის მოლაპარაკება პრაღაში, რატომ იძაბება სიტუაცია ზუსტად ამ ფორმატის წინ და ამ მოლაპარაკებების წინ. მე მივმართავ იმ ადამიანებს, ვისაც რეალურად უნდათ რაღაცის შეცვლა ქვეყნისთვის და გზნებარეთ ჩადიან და დაბეტონებულ რაღაც აბრას ებრძვიან, რომელიც იქნება თუ არ იქნება, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და თუ ვიღაცა ტვინ გამოცლილი არ არის, საბოლოოდ უნდა გაიგოს ეს ყველაფერი. ჩაბრძანდით პრაღაში და პირისპირ დაუსვით შეკითხვები მაღალი რანგის დიპლომატებს. ეს არის გამოსავალი. არსებობს ჟენევის ფორმატი. ჩაბრძანდით ჟენევაში და პირისპირ დაუსვით ეს შეკითხვები მაღალი რანგის დიპლომატებს. მაშინ იქნებ მიიღოთ პასუხი რეალურად რას ველით. სხვა შემთხვევაში ნატო კატეგორიულად გვეუბნება, რომ ჩვენ გამო არ დაძაბავს სიტუაციას რუსეთთან და არჩევანი ჩვენზეა, როგორ მოვიმოქმედებთ. მე ერთი ვიცი, რომ საქართველოს ვისაც უყვარს, დღეს არ დაძაბავს სიტუაციას და ყველანაირად ეცდება მანდილი არსებობდა ყოველთვის საქართველოში, არ არის აუცილებელი მანდილი ქალს ეჭიროს ხელში, მანდილით დიპლომატიურად უნდა მოგვარდეს სიტუაცია. სხვანაირად რომელი მიბრძანდებით ომში ძალიან მაინტერესებს, ვინც წითელ ხიდთან იყავით და ვისაც გატანილი გქონდათ სრულიად საქართველოს სიმდიდრე, განსაკუთრებით მუზეუმებიდან, ასე რომ ნუ ამალაპარაკებთ ახლა.